საღამომშვიდობისა დღეს გამოქვეყნდა დაპირებული შუალედური დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას გულისხმობ. ქალბატონ ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. ქალბატონო ნინო, სანამ შუალედურ დასკვნაში დასკვნის დეტალებზე ვისაუბრებდით, დღეს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მიუხედავად არაერთი განცხადებისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ მოხდა მასალების გასაჯაროება და რეაგირების მიზნით სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაგზავნა და შესაბამისად ამიტომ თავად მოითხოვა გენერალურმა პროკურატურამ ეს მასალები რომ სამართლებრივი რეაგირებისთვის მას გადაეცეს. გააგზავნეთ თუ არა უკვე მასალები და რამდენად იზიარებთ პროკურატურის განცხადებას რომ აუდიტის სამსახური აჭიანურებდა მასალების გაგზავნას? მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ჩვენ ნამდვილად არ ვაჭიანურებდით მასალების გადაცემას, უბრალოდ როგორც მოგეხსენებათ, ეს არის მიმდინარე აუდიტი, ანუ მოკვლევის პროცესში იყო მთელი რიგი საკითხები, შესაბამისად, მანამ სანამ ამ ნაწილზე ფაქტიურად არ დავასრულეთ მოკვლევა, ანუ იმ საბუთების შესწავლა, რაც ჩვენს ხელთ არსებობდა, ბუნებრივია, ჩვენ მას ვერ გადავუგზავნიდით პროკურატურას. რაც შეეხება დღევანდელ განცხადებას, მართლაც მოულოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რამოდენიმე დღის წინ დაანონსდა ფაქტიურად გენერალური აუდიტორის მხრიდან, რომ ორშაბათს მოხდებოდა დასკვნის დადება და დაუყოვნებლივი გასაჯაროება, შესაბამისად მედიისთვისაც და საზოგადოებისთვისაც ცნობილი იყო, რომ სწორედ დღეს ვაპირებდით აღნიშნული დასკვნის გასაჯაროებას და ბუნებრივია პროკურატურისთვის გადაცემასაც. ამ დროისთვის ჩვენ უკვე ყველა ჩვენ ხელთ არსებული მონაცემი გადავუგზავნეთ პროკურატურას. გასაგებია, ქალბატონ ნინო, ორი კონკრეტული მაგალითია ამ შუალედურ დასკვნაში მოყვანილი. პირველი შემთხვევა, როცა ზარალზე გაცილებით დიდი ანაზღაურება მიიღო კომპანიამ, რომელიც ეკუთვნის ყოფილ გენერალურ პროკურორს, ანუ ზარალი იყო 513,346 ლარი და კომპენსაციის სახით მან მიიღო 2,615,100 ლარის ღირებულების მიწა და მეორე შემთხვევა, როცა აუქციონის წესით იაფად შეიძინა ქონება, ანუ 975,400 ლარად შეიძინა 1,650,400 ლარის ფასის მქონე მიწის ნაკვეთი. მე მესმის, რომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და კონკრეტული ადამიანების ბრალეულობა დაადგინოს, ან უარყოს. იმ დოკუმენტებით მაინც რომელი სახელმწიფო უწყებები იყო ჩართული აი ამ მთელ ისტორიაში, ანუ ვინ მონაწილეობდნენ, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს? მე ორგანოებს გულისხმობ ბუნებრივია და არა კონკრეტულ პირებს. ამ შემთხვევაში ალბათ ჩვენს ხელთ არსებული მასალებზე დაყრდნობით ეს შეიძლება იყოს თბილისის მერია და საკრებულო, ვინაიდან როგორც დედაქალაქის მთავრობის მიერ, ასევე საკრებულოს მიერაც არის შემდგომ უკვე დადასტურებული და მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სწორედ ხუთჯერ უფრო მეტ ფასად მიწის კომპენსაციას, ანუ ჩანაცვლებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი შესწავლის ობიექტიც არის თბილისის მერია, შესაბამისად თბილისის თვითმმართველობასთან დაკავშირებით და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ შეკითხვები. ქალბატონო ნინო, ყოფილი გენერალური პროკურორის ადვოკატის განცხადებით, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყო შესაძლო კომპენსაციაზე, მაშინ ჯერ კიდევ სხვა მფლობელები ყავდა იმ კომპანიას, რომელიც შემდეგ უკვე 100%-ით აღმოჩნდა ფარცხალაძის მფლობელობაში. თუ ქონდა აუდიტის სამსახურს მცდელობა, რომ ძველ მფლობელებს, კომპანიის ძველ მფლობელებს დაკავშირებოდნენ, რა კომპანიაა საერთოდ საუბარია, რომ ეს არის ებრაული კომპანია და მის უკან წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იდგნენ თითქოს და ანუ ქონდათ მცდელობა, რომ ძველი მფლობელებისგანაც მიგეღოთ ინფორმაცია რა მოხდა? პირველ რიგში ხაზს გაუსვამ იმ გარემოებას, რომ არც ფარცხალაძის ქმედებებს და არც კერძო პირების ქმედებებს ჩვენ არ ვიკვლევთ. ჩვენი კვლევის სფეროში და ფარგლებში კერძო პირები შესაძლებელია მოხდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო შედის მათთან გარიგებებში, ან როდესაც ხედავთ რისკის შემცველ გარიგებებს, რამაც შეიძლება ან ზიანი მოუტანოს სახელმწიფო ბიუჯეტს, ან უფრო თქვათ მეტი შემოსავლის მიღება შეეძლოს სახელმწიფოს, მაგრამ
მაგრამ გარკვეული პრივილეგიები მიანიჭა კერძო პირებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი შესწავლის ობიექტი ამ შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, თბილისის თვითმმართველობა. მე არ ვიცი ამ შემთხვევაში ქართლაძის ადვოკატი კონკრეტულად რა თარიღზე და რა გარემოებებზე საუბრობს, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით გარემოება მდგომარეობს იმაში, რომ 2012 წლიდან 16 წლამდე წინამფლობელი ითხოვდა კომპენსაციას თბილისის მერიისგან ფულადის სახით ან მიწის ჩანაცვლებას, თუმცა მერიამ ვერ წარმოგვიდგინა ვერც ერთი კომუნიკაცია, წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მათი მხრიდან აღნიშნული კომპანიის მისამართით იყო განხორციელებული კონკრეტული შემოთავაზებები ან კონკრეტული, თქვათ, მიწის ნაკვეთის ჩანაცვლებას ან კონკრეტულ თანხაზე კომპენსაციას თავაზობდნენ. ეს დოკუმენტაცია, ეს მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი იმ მიზეზით, რომ ესეთი დოკუმენტაციები მერიაში არ არსებობდა. თუმცა ჩვენ გვაქვს 2014 წლით დათარიღებული წერილი, სადაც აღნიშნული კომპანია ითხოვს მიწის ჩანაცვლებას ან კომპენსაციას, რასაც ჩვენ ხედავთ აღნიშნული დოკუმენტებით, ეს საკითხი დაიძრა ძალიან მალე, მას შემდეგ რაც ამ კომპანიის ახალი მფლობელი გახდა სხვა კომპანია Royal Development-ი, რომლის თავდაპირველად 40%-იანი წლის მფლობელიც გახდათ ფარცხალაძე და ძალიან მალე, ასე ვთქვათ, 15 აპრილს მოხდა ამ ქონების ჩანაცვლება, როგორც თქვენ სწორედ აღნიშნეთ, დაახლოებით 5-ჯერ ძვირი ოდენობის ქონებით და უკვე ივნისის თვეში 100% წილის მფლობელი აი ამ კომპანიის ხდება ოთარ ფარცხალაძემ, რომელმაც 2.600.000 ლარის ღირებულების, ასე ვთქვათ, ქონების კომპანია შეისყიდა დაახლოებით 580.000 ლარად. თუმცა თავდაპირველად ის იყო მეწილე იმ კომპანიის, რომელმაც შეისყიდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ქაბატონინო, მსგავსი საქმეები, ანუ რამდენი დრო დასჭირდება თქვენი გამოცდილებით პროკურატურას, რომ გაერკვეს ეს რთული საქმეა, ანუ ამას შეიძლება წელი, 2 წელი, 3 წელი დაჭირდეს თუ იმდენად სრულყოფილი, ასე ვთქვათ, დოკუმენტები და იმდენად ფაქტები, ასე ვთქვათ, ქაღალდზე და ყველაფერი, რომ ამას დიდხნიანი გამოძიება არ დასჭირდება. იცით რა არის, გააჩნია ალბათ გამოძიების ინტერესებს და რამდენად პრიორიტეტული იქნება ეს საქმე. ფაქტიურად ყველა საბუთი შეგროვებული გვაქვს, ქრონოლოგია გაკეთებულია, ანუ ბევრი მოკვლევა ამას არ დაჭირდება, თუმცა საინტერესო იქნება ნამდვილად თუ კი თქვათ გამოძიება დაინტერესდება ამ მასალით წინა მფლობელთან კომუნიკაციაც იყო თუ არა გაკეთებული მათი მისამართით კონკრეტული შემოთავაზებები, თუმცა ეს უკვე ძიების თემაა. ჩვენ ვსწავლობთ ამ შემთხვევაში თბილისის მერის გადაწყვეტილებას და ჩვენთვის თავარი იყო გვენახა თბილისის მერიამ შესთავაზა თუ არა მათ ალტერნატივა და აი ამის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და ასევე გვესმის მათგან რომ მათ გადმოგცეს ყველა ის დოკუმენტაცია რაც მათ ხელთ არსებობდა. აქედან გამომდინარე ჩვენი შეკითხვა და ესე ვთქვათ პრეტენზია როგორც აუდიტის სამსახურის მიემართება თბილისის მერიას და ჩვენ ვსვამთ კითხვას რატო თუ კი წინა მესაკუთრე იყო თანახმა რომ 580.000 ლარად დაიყიდა საკუთარი მიწა შესაბამისად ის თანახმა იქნებოდა მისი ამ თანხით კომპენსირებაზე და რატო არ მოხდა ამ თანხაზე მოლაპარაკება წინა მფლობელთან და რატო დასჭირდა მერიას რომ 5-ჯერ უფრო ძვირად მოეხდინა უკვე შემდგომი მფლობელისთვის კომპენსაცია თუ წინა მფლობელი ამ თანხაზე თანახმა იყო მიწის გასხვისების. გასაგებია. ქაბატონ ნინო, მესმის რომ თქვენ დღეს ბრიფინგზე ასევე თქვით რომ თბილისის მერის შემოწმება ის იყო გეგმიური შემოწმება და არანაირი ასე ვთქვათ პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს და ასევე მე როგორც ვიცი 2015-2016 წლის პერიოდი იქნება შესწავლილი. სხვა მსგავსი ასე ვთქვათ საკითხები თუ მოხდა სახელმწიფო აუდიტის ყურადღების ქვეშ. მაგალითად ისეთი ცნობილი ფაქტი, რომელიც ასევე კომპენსაციის საკითხს ეხება, მე ვგულისხმობ მოსამართლე ნაზღაიძის ძმის საქმეს, რომელიც ასევე ძალიან გახმაურებული იყო. ანუ სხვა მსგავსი შემთხვევები თუ გაქვთ დაფიქსირებული, რომელიც შესაძლოა ფარცხალაძესთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ მსგავსი დარღვევები თბილისის მერიის საქმიანობაში თუ არის აღმოჩენილი. ქალბატონო თამარ, ჩვენ არ ვსაუბრობთ ზოგადად მიმდინარე აუდიტებზე, ეს არის ჩვენი სტანდარტი. ეს შემთხვევა არის გამონაკლისი, იმიტომ რომ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც მოხდა და ფაქტიურად გასაჯაროვდა მისი დიდი ნაწილი და საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდა და სამწუხაროდ ჩვენი მისამართით არაერთმა ბრალდებამ გაიჟღერა და სწორედ ამ
გარემოებიდან გამომდინარე გავასაჯაროეთ ამ მიმდინარე დასკვნის ეს კონკრეტული ნაწილი, თუმცა ალბათ საბოლოო დასკვნა დაახლოებით 1 თვეში იქნება და ამის შემდგომ ნახავთ თუ რა საკითხებზე იქნება ასევე საუბარი. მე კონკრეტულად ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ერთს ნამდვილად ვიტყვი, რომ ზოგადად აუდიტის დასკვნებში ძალიან ბევრი საყურადღებო და მნიშვნელოვანი და მსგავსი ტიპის გარემოებები იკვეთება. უბრალოდ ის გახდა სკანდალური იმ თავდასხმიდან გამომდინარე, რაც მოხდა, თორემ ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად ესეთი განხილვა და ყურადღება არ ეთმობა ხოლმე აუდიტის სამსახურის დასკვნებს, რომლებიც როგორც წესი ძალიან კრიტიკულია და ძალიან ბევრ საინტერესო და კრიტიკულ ინფორმაციას მოიცავს, მათ შორის თვითმმართველობების შემოწმებების თაობაზეც. ამიტომ მე, რა ვიცი, გთხოვდით მედიასაც, მოუწოდებ საზოგადოებასაც, რომ უფრო მეტად დაინტერესდნენ აუდიტის სამსახურის დასკვნებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის არის საკმაოდ საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას და ეს არ არის ერთადერთი, ასე ვთქვათ, კრიტიკული დასკვნა, უბრალოდ თემა გახდა სკანდალური შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ანუ ერთ თვეში უკვე უნდა ველოდოთ სრულ დასკვნას, რომელშიაც დაახლოებით ეს დრო არის საჭირო ზოგადად დასკვნების დასრულებამდე. ჩვენ არ ვაპირებთ არც დაჩქარებას ამ პროცესის, არც გაწევას იმ სტანდარტებით და მეთოდოლოგიით მუშაობთ, როგორც ზოგადად სხვა დასკვნებზე და დაახლოებით ალბათ ეს დრო იქნება საჭირო თვითონ საბოლოოდ დასკვნის დასადებად. და ქალბატონ ნინო, დღევანდელი ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურიდან ან შინაგან საქმეთა სამინისტროდან თუ იყო კავშირი ლაშა თორდიასთან, ანუ დამატებით ან დაკითხვა, ან ჩვენების მიცემის მცდელობა ხო არ ყოფილა? ჩემი ინფორმაციით ესეთი კომუნიკაცია არ ყოფილა, მთელი დღე იმყოფები გენერალურ აუდიტორთან ერთად, შესაბამისად ესეთი კომუნიკაცია ყოველ შემთხვევაში ამ დროის მდგომარეობით არ ყოფილა. ძალიან დიდი მადლობა, ეს გახლავთ ნინო ლომჯარია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე. მოკლედ ერთ თვეში ალბათ უფრო მეც გავიგებთ რა იქნება იმ დასკვნაში, რომელიც მომზადებულია, როგორც ჩანს და ბოლო, ასე ვთქვათ, რედაქტირებას გასდის. ქალბატონ მარიკა, მე მაინტერესებს პირველ რიგში თქვენთვის ის ფაქტი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიის ყურადღების ცენტრიდან არ გამოდის და პოლიტიკოსების. როდის გახდა ცნობილი? ანუ მე მაინტერესებს საკრებულოსთვის რამდენად ხელმისაწვდომია ხოლმე ინფორმაცია, რა ქონება, რომელიც ქალაქის მფლობელობაშია, ის გადაეცემა, რატომ გადაეცემა და რა ფორმით? ანუ როდის გაიგეთ ამ ფაქტის შესახებ? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ამ ფაქტის შესახებ გავიგეთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ტელევიზიით ამ სკანდალს ჰქონდა ადგილი და რატომ გავიგეთ ამასთან დაკავშირებით ასე გვიან, ამას მოგახსენებთ. ანუ საკრებულოში ფორსირებულად შემოდის საკითხები დღის განმავლობაში, როდესაც გვაქვს სხდომა 4 საათზე, საკრებულოს წევრები, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლები, ინფორმაციას ღებულობთ დილის 9-10 საათზე შემოდის საკითხები და ეს არის რეგლამენტის უხეში დარღვევა, ეს არის თვითმმართველობის კანონის დარღვევა, რასაც ყურად არიღებს საკრებულოს უმრავლესობა. ყოველი სხდომა გვაქვს ასეთი დაძაბული და მოვითხოვთ, რომ ნუ არღვევენ რეგლამენტს, ნუ არღვევენ ევროპული ქარტიის პრინციპებს, ნუ არღვევენ თვითმმართველობის კოდექსს, მაგრამ შეაყარეთ კედელს ეცვის საკრებულოს უმრავლესობა ამას არ ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აი ასეთი საკითხები უნდა გაიპაროს და ასეთი საკითხები უნდა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა. როდესაც გახდათ ახლა ბოლოს ხდომა გასულ პარასკევს დილით შემოვიდა საკითხი, სადაც 8 საკითხი ჩაამატეს სხდომის დღის წესრიგში, სადაც დაახლოებით 100 საკადასტრო ერთეულზე მოხდა ქონების განკარგვა, იქ გერგეს დამტკიცება, იქ პროექტის დამტკიცება და ასე ეს ფაქტობრივად შეუძლებელი 100 საკადასტრო ერთეული რომ მიმოიხილო და ძირეულად შეისწავლო, ამას ჭირდება დაახლოებით 1 კვირა, რისი შესაძლებლობაც ჩვენ არ გვაქვს და ზუსტად ამიტომ ხდება ეს ყველაფერი, რომ აი ასეთი საკითხები, ასეთი მაფიოზური გადაწყვეტილებები ჩვენი ყურადღების მიღმა აღმოჩნდეს. ხო, მაგრამ მაინც ხო ხმაურდება, ანუ პრინციპში თან ეხლა წინასაარჩევნო პერიოდია, ყოველი ასეთი ფაქტი მართველი ძალისთვის პრინციპში საკმაოდ სისტემატიური უნდა იყოს, არ ვიცი, ანუ ამას ვერ საზღვრავენ თუ რაშია საქმე? ან თვითონაც არ იციან? იცით მე შთაბეჭდილება. უშუალოდ ეგეთ საშუალებას რომ თქვა უმრავლესობის წევრებად არიციან. უმრავლესობის წევრება ნამდვილად არიციან. არის რამოდენიმე 2-3 გავლენიანი ადამიანი,
ამ 35 კაციან ქართული ოცნების უმრავლესობაში, რომლებიც რასაკვირველი არიან საქმის კურსში, იმიტომ რომ მათ დავალება აქვთ, რომ ეს საკითხი უნდა გავიდეს. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის უმრავლესობამ ნამდვილად არ იცის, რას ეხება ის კონკრეტული საკითხი. უბრალოდ ისინი არიან მონურმორჩილებაში, ასრულებენ ნოტარიუსის როლს და ამ ნებისმიერ საკითხს, რომელსაც თბილისის მერია წარმოადგენს, უნდა დაუჭიროს მხარი. ანუ ერთ თვეში შეიძლება კიდევ უფრო საინტერესო მასალებიც გავიგოთ კონტროლის ძალიან ცუდია. მე დღეს ვიცოდი, რომ აქ დებატების რეჟიმში უნდა ყოფილიყავით მე და ქართული ოცნების წარმომადგენელი ჯაბა სამუშია, მაგრამ ჯაბა სამუშიას არ ვიცი, არ იყო ალბათ ძალა დებატებში დამჯდარიყო ჩემთან ერთად, იმიტომ რომ არასოდეს არაფერს არ ვლაპარაკობთ ფაქტებზე და დოკუმენტაციაზე დაყრდნობის გარეშე. ბატონ ჯაბა, ვიცი ახლა ჩემი ჩართვის მე მოგზანდება ალბათ სტუდიაში და იმ დემაგოგიურ ხაზს გააგრძელებს, რომელსაც მუდმივად აგრძელებს. მე მინდა მოგახსენოთ საქმის არსი. ამ საკითხზე საუბარი დაიწყო 2015 წლის 28 აპრილს. უпроსებად 2015 წლის 28 აპრილს. საკრებულომ გამოსცა განკარგულება, გადასცა ეს ნუცუბიძის მიწის ნაკვეთები, რომელიც დღეს უკვე ფარცხალაძის საკუთრებაში. ეს მეორე შემთხვევაზე ამბობთ, როდესაც ადგილმონაცვლედ, რომელიც მზიურის ტერიტორიის ადგილმონაცვლედ მისცეს ფაქტობრივად მეხუთედ ფაზში ფარცხალაძეს. ამ ჯერ არ ფლობდა ფარცხალაძე ამ მიწის ნაკვეთებს. თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთები გადაეცა ეკონომიკის სამინისტროსთვის იმ დათქმით, რომ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა ფარცხალაძისთვის შემდგომ, ანუ იმ დეველოპერული კომპანიისთვის, რომელსაც ფარცხალაძე წარმოადგენდა. მაისიდან, აპრილიდან მოყოლებული ეს საკითხი გახდათ ეკონომიკის სამინისტროში, მაშინ გახდათ ეკონომიკის მინისტრი დღევანდელი ბატონი პრემიერი კვირიკაშვილი. დეკემბერში ბატონი კვირიკაშვილი გახდა უკვე პრემიერი და შემდგომ იანვარში ეკონომიკის სამინისტროდან ისევ ბრუნდება ეს საკითხი თბილისის მერიაში, ისე რომ ფარცხალაძეს მთავრობისგან და ეკონომიკის სამინისტროსგან არ მიუღია ეს კონკრეტული ნაკვეთი. იმიტომ რომ ჩვენი ინფორმაციით კვირიკაშვილს ჰქონდა ამაზე მწვავე რეაქცია, იმიტომ კი არა რომ ის ცუდი შემსრულებელია ბიძინა ივანიშვილის დავალებების. მხოლოდ იმიტომ რომ მას პიროვნული უთანხმოება ჰქონდა ბატონ ფარცხალაძესთან და შესაბამისად კვირიკაშვილის უწყებიდან არ მოხდა კვირიკაშვილის ხელმოწერით ამ მიწის ნაკვეთის ფარცხალაძისთვის გადაცემა. შემდგომ ბატონი კვირიკაშვილი უკვე გახდა პრემიერ-მინისტრი, ეს მისი ინტერესის საგანი იყო, ეს მთავრობის ხელით კვლავ არ მომხდარიყო და 2016 წლის იანვარში ეს მიწის ნაკვეთები უბრუნდება ისევ თბილისის მერიას. ან რატომ გადაეცა, 10 თვე რატომ იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში, ან უკან რატომ ბრუნდება. იანვრის მერე არსებობს აგერ მონურად მორჩილი ნარმანია, რომელიც ნებისმიერ დავალების შემსრულებელია, რასაც ბატონი ბიძინა და მისი გარემოცვა ისურვებს. იანვრის მერე მოყოლებული უკვე 15 აპრილს თბილისის მერის წარდგინებით და საკრებულოს განკარგულებით ეს მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა ფარცხალაძის საკუთრებაში. ანუ საკითხი გამოტანილი იყო საკრებულოს ხდომაზე, კენჭი ეყარა და თქვათ შეიძლება მოვიძიოთ ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არ დაუჭირა მხარი. გვაქვს ეს ყველა მონაცემები. კი, რასაკვირველია, გვაქვს კენჭისყრის შედეგებიც. მხარი დაუჭირა საკრებულოს უმრავლესობამ და ნაკვეთები გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, შემდეგ გადმოვიდა თვითმმართველობაში, შემდეგ ისევ მხარი დაუჭირა საკრებულოს უმრავლესობამ და ეს მიწის ნაკვეთები გადავიდა ფარცხალაძის საკუთრებაში. შემდეგ უკვე ფარცხალაძე აქ გახლავთ, მე თუ გნებავთ დაგიტოვებთ ამას, ფარცხალაძის ხელმოწერით პროექტს წარადგენს თბილისის მერიაში და იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე ნუცუბიძის ნაკვეთზე აპირებს 4 ასეთი 20 სართულიანი შენობის აშენებას. მაგრამ აქ საინტერესო არის ის, რომ მანამდე არსებობს 300 ადამიანის ხელმოწერა, შემოგარენში მცხოვრები ადამიანების, რომლებიც მოითხოვ მე ადგილზე გახდით და ის მართლა საოცრად გამწვანებული ადგილია, მოსახლეობა თავისი შესაძლებლობებით ყიდულობდა, ნერგებს რგავდა და ის არის პატარა წალკოტი იმ ბეტონის კედლებს შორის. და გახდათ 300 ადამიანის ხელმოწერის მერე კონკრეტულმა საბჭომ, რომელიც განიხილავდა ამ საკითხს და ამ 300 ადამიანს ჰქონდა მოთხოვნა, რომ ეს ტერიტორია, ნუცუბიძის ტერიტორია იყო სამშენებლო ზონა 6, სამშენებლო ზონა იყო და მას მინიჭებოდა რეკრეაციული ზონის სტატუსი და კონკრეტულმა საბჭომ, რომელიც ამ საკითხებს იხილავდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ტერიტორიას მინიჭებოდა რეკრეაციული ზონის სტატუსი და საკითხი შესულიყო საკრებულოში. საკრებულოში ეს საკითხი არ შემოსულა, ეს ხდება
22 იანვრიდან მოყოლებული საკრებულოში ზონის შესახებ ცვლილების საკითხი არ შემოსულა. არა შემოეტანა უკაცრავად. ბერიას. ანუ პირდაპირ გაეწიოს რეკომენდაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს საკრებულოს, რომ შეეცვალოს ამ ზონას სტატუსი და კონდეს სარეკრეაციო ზონა. თბილისის მერს რასაკვირველი არის, იმიტომ რომ აქ უკვე ჩართული იყო ფარცხალაძის ინტერესები და რასაკვირველია ამ კონკრეტულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსს აღარავინ მიანიჭებდა. აი ამ 300 ადამიანის ინტერესი იქნა დაიგნორირებული დავით ნარმანიას მიერ, იმიტომ რომ ერთი ფარცხალაძის ინტერესი ყოფილიყო გათვალისწინებული. აგრეთვე ნებართვა მას მიიღებული აქვს ამ კორპუსების მშენებლობაზე. მაგასთან დაკავშირებითაც მოგახსენებ, ეგ პროცესი მიდის, ჯერ ახლა პროცესია. ქალბატონ ნინო ლომჯარიას უსმენდი მე და თქვა მან, რომ ბევრად მეტი ღირებულები ამ ორი კონკრეტული მიწის ნაკვეთის გვერდით არსებობდა მესამე მიწის ნაკვეთი, რომელიც ფარცხალაძის მადამ ზარდი იყო და აუქციონის წესით მოითხოვა რომ გაიყიდა. შეიძინა ფარცხალაძემ ეს გახლავთ პირობითი აუქციონი. კონკრეტული პირობით, მხოლოდ და მხოლოდ ფარცხალაძეს რომ შეეძლო იმ მიწის ნაკვეთის ყიდვა, რომელიც საბაზრო ფასით თუ ვიმშელებთ იყო დაახლოებით 2,5 მილიონი ქონება და ფარცხალაძემ 975,000 ლარად შეიძინა. ახლა რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას. ამ მშენებლობასთან დაკავშირებით ფარცხალაძეს უკვე შეტანილი აქვს და მერიაში მოგახსენეთ რომ ეს პროექტი მთელი კიპა არის პროექტის მე უბრალოდ ახლა ილუსტრაციისთვის მხოლოდ ეს ფოტოსურათი გაჩვენეთ კომისიის სამმა წევრმა ზონალური საბჭოს კომისიის სამმა წევრმა მისცა უარყოფითი შეფასება რომ არ შეიძლებოდა ამ ტიპის ამ მასშტაბის მშენებლობა იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე მაგრამ ზონალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და მიეცა თანხმობა ფარცხალაძეს რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გაეჩაღებინა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე. ეს შემოსული გახლავთ ბატონი ვიცემერი სლაშა აბაშიძის ხელმოწერით 25 აპრილს თბილისის საკრებულოში. ეხლა მოგეხსენებათ მაისია აქედან მალე ატყდა ეს ამბავი და ანუ გამომჟღა ინციდენტმა პრინციპში დააჩქარა პროვოცირება მოახდინა ამ ფაქტების ადრეულად გამომჟღავნების და ეს საკითხი ამ წუთში საკრებულოში გაყინულია. მე ძალიან მაინტერესებს საკრებულოს უმრავლესობას თუ ეყოფა არ ვიცი. ანუ ნებართვა უნდა მისცეთ თქვენ ახლა საკრებულო? ეს არის საკრებულოს შემოსული და ჭირდება ამ მშენებლობის დაწყებას საკრებულოს ნებართვა. მე ველოდები რამდენად გამოიჩენს საკრებულოს უმრავლესობა მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას აი ამ 300 ადამიანის ინტერესის ხარჯზე რამდენად მიანიჭებს კვლავ ერთ ფარცხალაძეს უპირატესობას და რამდენად მისცემს მას ამ მწვანე ნარგავების გაჩანაგების შესაძლებლობას. თუმცა დიდი იმედი არ მაქვს რომ საკრებულო ამას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ მე მახსოვს ერთ-ერთ ეთერში მოვისმინე ქალბატონი ყოფილი მთავარი პროკურორი, თბილისის მთავარი პროკურორის მაია წარიაშვილის განცხადება, რომელიც მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ დღეს ფარცხალაძე არის ის ადამიანი, რომელიც მთლიანად მართავს თბილისის პროკურატურას, რომელიც თითქმის მთლიანად მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და რომელიც მთლიანად მართავს ქართული ოცნების უმრავლესობას პარლამენტში. ამიტომ დიდი იმედი არ მაქვს, რომ საკრებულოს უმრავლესობა აღმოაჩენს თავის თავში ძალას და აი ამ მავნებლურ გადაწყვეტილებას არ მისცემს. თუმცა დაველოდებ. ქალბატონი მარიკა, მესმის რომ თუ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე იღებთ, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ ინფორმაციას რა გადის და მართლაც უმრავლესობას საკმარისი ხმები აქვს ხოლმე რომ გადაწყვეტილება მიიღოს. უბრალოდ თუ მიგიქცევიათ ყურადღება მოგვიანებით პოსტფაქტუმ, ასე ვთქვათ, ცენტრში მიწა ბევრს არ აქვს ალბათ, ხო? იმიტომ რომ ქალაქი არ არის დიდი მიწაც ალბათ უკვე გარკვეულწილად გადანაწილებულია. როდესაც ცენტრში მიწის დათმობის ნაცვლად კომპენსაციას ან სადღაც ქალაქ გარეთ და შემოგარენში მიწის გადაცემა ხდება ხოლმე. ასეთი შემთხვევები ხშირია, აი თუ გახსოვთ. დიახ, როგორ არ მახსოვს, იყო ასეთი ვალერი გელაშვილი, რომელიც ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი გახლავთ და რომელიც ბიზნესმენი და რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრი გახლავთ. აგრეთვე მან მიიღო სანდროეულის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი ასე ფორსირებულად პირდაპირ განკარგვის წესით ყოველგვარი აუქციონის გარეშე
კონკრეტული პირობით, რომ მან იქ საინვესტიციო საქმიანობა, ანუ მიწას ადამიანი იმიტომ ყიდულობ, რომ შენი ინტერესია, რომ იქ საინვესტიციო საქმიანობა პირდაპირ ვალერი გელაშვილს ქონდა ასეთი პირობით გადაცემული, მას იქ კორპუსი უნდა აეშენებინა. სხვა ინტერესი ახლა იმ მიწას არ ქონდა, მაგრამ თქვენ რომ მიხვიდეთ, მე რომ მივიდე, ამ მიწას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებთ იმ ფასად, რომელ ფასშიც ეს ადამიანები ღებულობენ თბილისის მერი დავით ნარმანიასგან. დღეს მოვისმინე ინფორმაცია, რომ დავით ნარმანიას გადაყვანა იგეგმება აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან, ეს და თვითონაც დაადასტურა, რომ განიხილება ეს საკითხი, ეს არ არის აზრს მოკლებული, იმიტომ რომ იმდენი დარღვევა არის, იმდენი ფაქტი არსებობს დავით ნარმანიას მავნებლური პოლიტიკის, დანაშაულებრივი პოლიტიკის შესახებ, რომ დავით ნარმანია ნამდვილად ჭირდება ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნების უმრავლესობას აუდიტის სამსახურში, იმიტომ რომ ბოდიშვიხტი ამ გამოთქმისთვის მან ეს დანაშაულებები უნდა გააბრაოს. ანუ დავით ნარმანია დოკუმენტები ხო რჩება, ასე ვთქვათ, რა როგორ მოხდება ეს ყველაფერი. მით უმეტეს რომ ღია მართლობა გვაქვს და ნებისმიერი დოკუმენტის გამოთხოვა ნებისმიერი დაწესებულებიდან სრულიად შესაძლებელია. დიახ, კარგია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს შევძელით ელექტრონული მიმოქცევა ყოფილიყო დოკუმენტების და დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საჯარო რეესტრიდან მივიღოთ ჩვენ დაცული ინფორმაცია. თუმცა ბოლო პერიოდში მინდა აღვნიშნო, რომ ესეც გაგვიჭირდა, იმიტომ რომ თუ კი აქამდე არ გქონია შეფერხებები, დღეს საჯარო რეესტრში დილით 10 საათზე მისული 6 საათზე არ მივიღებთ ინფორმაციას, ან მეორე დღეს გადაგვიდებენ, როდესაც ეს ეხება მაგალითად ნაზღაიძის, როდესაც ეს ეხება ფარცხალაძის საქმეს, თორე სხვა დოკუმენტაციას უფრო სწრაფ რეჟიმში ვღებულობთ. ფარცხალაძის შემთხვევაში საკმაოდ გაგვეწვალეს. დიახ, ეს დოკუმენტები დაცული არის, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის, რომ დღეს ყველა უწყება. აი ნაზღაიძის შემთხვევაშიც აბსოლუტურად ყველა უწყება იყო ჩართული პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ექსპერტიზის ბიურო, ჩემდა სამწუხაროდ. ამ შემთხვევაშიც მე არ მაქვს ექსპერტიზის დასკვნები და სამხარაულის ექსპერტიზა შეუფასებია ის მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც 2,5 მილიონია და სამხარაულის ექსპერტიზა შეაფასა 975,000 ლარად. და ანუ მთელი სქემა არის, სადაც ყველა უწყება არის ჩართული, რომ აი ამ კონკრეტული ადამიანების ინტერესებს მოერგონ, კონკრეტული დავალების შესრულებას მოერგონ. კალკულირებული არაფერი არ არის, დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დადგება დრო, რომ ამ ადამიანებმა აყო პასუხი. თქვენ რამდენჯერ მიახსენეთ ნაზღაიძის кейსი, რა სიტუაცია, ანუ რა მდგომარეობაა დღეს, იმიტომ რომ ამ საქმეზე ძალიან დიდი ხმაური იყო ატეხილი, ანუ სადარცხა პროკურატურაშია ეს საქმე გამოძიებაა დაწყებული, ანუ როგორ განვითარდა მოვლენები? როგორც ნაზღაიძის შემთხვევაში, ფარცხალაძის შემთხვევაშიც არ ვარ ისე ოპტიმისტურად განწყობილი და არ მგონია, რომ პროკურატურა ამ საქმის გამოძიებით დაინტერესდება და როდისმე ჩვენ რაღაც კონკრეტულ რეზულტატამდე მივალთ, იმიტომ რომ უკვე 4 თვე გავიდა, რაც ნაზღაიძესთან დაკავშირებით ჩვენ განცხადება შევიტანეთ პროკურატურაში, დღემდე არავის არ მოუკითხავს, არავინ არ შეგხმიანებია პროკურატურიდან, არავის არ დაუწყია ამ კონკრეტული საქმის გამოძიებას, სადაც შავით თეთრზე იკვეთება, რომ ეს არის დანაშაული. გადაცდომა, შეცდომას არ ვუწოდებ, პირდაპირ დანაშაულს ვუწოდებ, იმიტომ რომ ეს ხელის გულზედებს იმდენად თვალსაჩინოა ნაზღაიძის შემთხვევაშიც ეს დანაშაული. რამე ვადა არის, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, ანუ კანონმდებლობით როგორ არის კანონმდებლობით არის, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, ეს იყო საკმაოდ რეზონანსული საქმე. ჩვენ ერთადერთი რეზულტატი, რაც მივიღეთ, არის ის, რომ ჩვენ უკვე შევიტანეთ საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში განცხადება, რომ საკრებულოს წინააღმდეგ დაწყებულიყო სასამართლო პროცესი, სასამართლო მიიღო წარმოებაში, ანუ ჩვენ გვინდა რომ გაუქმდეს ის განკარგულება, რომელი განკარგულებითაც ნაზღაიძეს გადაეცა ის კონკრეტული მიწის ნაკვეთი, მას ჩამოერთვეს ის მიწის ნაკვეთი, ჩამოერთვეს ის თანხა, რომელიც მას პირად ანგარიშზე ჩაურიცხეს და ეს თანხა დაუბრუნდეს თბილისის ბიუჯეტს და მოხმარდეს თბილისელების ინტერესებს. მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, თუმცა მაქვს ობიექტური საფუძველი იმის, რომ ვთქვა, რომ სასამართლოს მიმართაც არ არსებობს დიდინდობა, მაგრამ ჩვენი ვალდებულება არის, რომ ყველა კანონიერ გზას მივმართოთ, ყველა ინსტანციას მივმართოთ და დაველოდოთ. ძალიან დიდი მადლობა. საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან მარიკა დათუკიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ მცირე სარეკლამო ჭრის შემდეგ უკვე მოვისმენთ საკრებულოს უმრავლესობის წევრის ბატონ ჯავრა სამოშიას მოსაზრებებს.